ყველა იცნობთ ინფანტებს. სერიას ინფანტა ეს ტიტული გახდათ ესპანეთის სამეფო კარზე, რომელთა მეფის ის არა ქვია, მეფის ასულებს უწოდებდნენ და ნახეთ ამ სერიის ათეულობით ნამუშევარი აქვს შექმნილი ველასკეს და ეს პერიოდი უკავშირდება მის შემოქმედებაში ნაწილს, როდესაც ის უკვე იტალიიდან ბრუნდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პარადული პორტრეტის ჟანრი, რომლითაც ის ცდილობს ხაზი გაუსვას დიდებულებასაც და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მაისთვის არის პომპეზურობა შემოიტანოს პორტრეტულ ხელოვნებაში. და დააკვირდით, მთელი სერია ინფანტების და თითოეულ ინფანტას აქვს ესეთი კონკრეტული ვიზუალი, ექსპრესიული გამოხედვა, აქცენტირება მის გარემოზე, მის სამოსის დეტალებზე და ნახეთ, როგორი გრაციოზულია, როგორი ეფექტურია თითოეული მათგანი და ალბათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აი ეს ცნობილი უпростоრად ეს გამოსახულება, რომელზედაც თავად ველასკესი ხატვის პროცესშია გამოსახული და აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის აქ ჩვენ არ გვაქვს კლასიკურ სამკუთხედს ვერ ვხედავთ. გაფანტულია ფიგურები, წერის თავისუფალი მანერა, ქაოტურობა გამოყენებული მთელ სივრცეში, თუმცა შორიდან მაინც თქვენც ამ სივრცის მონაწილე ხდებით და თქვენ ხდებით რაღაც გახსნილი კარის შიდა სივრცეში, სადაც ეს ფექალების, მენინების მთელი ფიგურები გეგებებიან